დღეს 26 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალს მოიხსენიებს. წმინდანის მარტვილობიდან 400 წელი გავიდა. დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომაღასრულა. თანამსახურებდნენ ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია, მანგლისისა და თეთრი წყაროს მიტროპოლიტი ანანია, ტიტულარული მიტროპოლიტი სერაფიმე, ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი იეგუდიელი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა სასულიერო პირები. სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ მრევლი დალოცა, დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა ტაძარში შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევა გადასცა. მეუფე შიომ დღევანდელ ქადაგებაში დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა, ყოვლად სამღვდელნო, დემთავარნო, თქვენო მაღალ ყოვლადო სამღვდელო ესობაო, ამბა ალავერდელო, მიტროპოლიტო დავით, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ წმინდა დიდმოწამე ქეთევან კახეთის დედოფლის ხსენებას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას მოლოცვას. წმინდა დიდმოწამე ქეთევანი თავისი ღვაწლით გამორჩეულია არა მარტო ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის ისტორიაში, არამედ მთელი საქრისტიანოს ისტორიაში. როგორც იცით, შარშან შესრულდა 400 წელი მისი მოწამეებრივი აღსასრულიდან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევით მთელი წელიწადი მიეძღვნა მისი ღვაწლის აღნიშვნას და ეს თარიღი წინ უძღვის საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს, რომელიც გაისათ უნდა ვიზეიმოთ ჩვენ 2026 წელს, მაგრამ მზადება უკვე დაწყებულია ამ თარიღისთვის. და ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ დიდმოწამე ქეთევანის ღვაწლი და შევავედროთ მას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ეკლესია. წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის, რომ წმინდა მოწამეები ყოველგვარ ციურ სხეულზე და 1000 მზეზე უფრო მეტად წყინავენ და ანათებენ. და აი მათგან მოსული, მათგან გამომავალი სინათლე იმდენად ძლიერია, რომ ეშმაკსაც კი უბრმავებს მზერას. და ბოროტის სულები, სადაც ნახავენ წმინდა მოწამეების სხეულებს, მათ ნაწილებს, მაშინვე გარბიან იქიდან, რადგან ისინი უმზერენ არა ადამიანის მომაკვდავ, უпростоრად კაცობრივ მოკვდავ ბუნებას, არამედ ისინი ხედავენ ქრისტეს გამოუთქმელ დიდებას, რომელიც მოქმედებდა წმინდა მოწამეებში. და ამდენად, ვინც მონაწილეობს მოწამეთა დღესასწაულში, ისინი თავისუფლდებიან სულიერი შფოთისგან, ცუდი აზრებისგან, რაც მომდინარეობს ეშმაკებისგან. ვინც მოდის აქ დამწუხრებული, შინ ბრუნდება გამხნევებული და დამშვიდებული, რადგან აი აქ ტოვებს ყოფითი
სიმძიმეების უღელს. აი ესე გვასწავლის წმინდა იოანე ოქროპირი. ჩვენი ეკლესია დიდმოწამე ქეთევანს საქართველოს მნათობს უწოდებს. და იგი მართლაც მნათობივით გამოფწყინდა ჩვენი ერის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში. როდესაც გარეშე მტრის ზეწოლა იმდენად ძლიერი იყო, რომ ქართველთა შორის მრავალი ღალატობდა სარწმუნოებას და მაჰმადიანობას იღებდა. ბევრმა ეროვნებად შეიცვალა და მრავალი ადამიანი კი ბრძოლის ველზე დაეცა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. აი სწორედ ამ დროს მოევლინა ჩვენ ხალხს წმინდა დედოფალი ქეთევანი ქრისტეს რწმენის და სიმტკიცის მაგალითად. მთელი მისი ცხოვრება სავსე იყო განსაცდელებით ახალგაზრდობიდანვე, მაგრამ ყველაზე მძიმე იყო მისთვის მისი შვილიშვილების მოწამებრივი აღსასრული. და როდესაც შაჰ აბასმა მას შესთავაზა რჯულის გამოცვლა და მაჰმადიანობის მიღება. და მისი ცხოვრების ბოლო წლები, რომლებიც მან ტყვეობაში გაატარა, სასტიკი წამებით დასრულდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი სიმტკიცე ვერანაირმა წამებამ და ტანჯვამ ვერ შეარყია. როგორც მოგვითხრობენ მისი წამების თვითმხილველები და თანამედროვენი, შაჰის მსახურებმა თავიდან ტკბილი საუბრით სცადეს მისი დაყოლიება, რომ შეებრალებინა თავისი თავი და მიეღო მაჰმადიანობა და შაჰის სახელით ბევრ სიკეთეს პირდებოდნენ, სიმდიდრეს, პატივს. მაგრამ შეუდრეკელმა დედოფალმა მიუგო, რომ ვერც სიმდიდრე, ვერც ვერანაირი დანაპირები, ვერც შიში და მუქარა, ვერც სიკვდილი უარს ვერ ათქმევინებს მას ქრისტეს რჯულზე. და ეს შაჰის მსაჯულები აღფრთოვანდნენ ასეთი მისი სიმტკიცით. მაგრამ მაინც სცადეს ერჩიათ, რომ შეეცვალა რჯული, ვინაიდან მისი ასეთი გადაწყვეტილება ურყევი და მტკიცე აუცილებლად წამებამდე მიიყვანდა. და უთხრეს, რომ შაჰმა ბრძანა უსასტიკესად ეწამებინათ იგი. და ის საოცარია მისი სიტყვები, რომელსაც გადმოგცემს ჩვენ კათოლიკე ბერი, რომელიც იქ იმყოფებოდა იმჟამად ამბროზიო ანჟუში. დედოფალმა უთხრა, რომ ასეთ წმინდა და სამართლიან საქმეში რჩევა ზედმეტიაო და სთხოვა, რომ მალე აღესრულებინათ შაჰის დავალება. მე მზად ვარო და ყოველგვარი მოცდა საქმის გაჭიანურებად მიმაჩნიაო. აი რა საოცარი სულის სიმამაცის ადამიანი იყო. და შემდეგ იგი სასტიკად აწამეს. და აი მისი მოწამებრივი ღვაწლი ეს არ იყო მხოლოდ მისი პიროვნული გმირობა. მან მთელი საქართველო გადაარჩინა იმჟამად გამაჰმადიანებისგან და მთელ ხალხს შთახბერა სულიერი სიმტკიცე და შეუნარჩუნა. ამიტომ მისი მოწამეობა, ის დღე, რომელსაც ჩვენ აღნიშნავთ, არ არის მხოლოდ ისტორიული მოვლენა, არამედ ეს არის დიდი მაგალითი და მოწოდება მომავალი თაობებისთვის. როგორც ბრძანებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, რომ ქეთევან დედოფლის საოცარმა მაგალითმა, მისი მოწამეობის საოცარმა მაგალითმა გვიჩვენა ჩვენ, როგორ უნდა იცავდეს ადამიანი ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მართლმადიდებლობას, რომელმაც გადაარჩინა საქართველო და მომავალშიც გადაარჩენს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღესასწაულს წმინდა ქეთევან დედოფლის ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს, გაამთლიანოს
სრულიად საქართველო. უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს საქართველოს ეკლესია და საჭეთ მყრობელი მისი უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. მადლობა უთხრათ მას მისი ღვაწლისთვის, რომ ჩვენ დაგვიბრუნდა ინდოეთიდან ქეთევან დედოფლის ერთ-ერთი ნაწილი, წმინდა ნაწილი, ეს არის მისი უწმინდესობის და უნეტარესობის დიდი ღვაწლის და ავტორიტეტის შედეგი. ღმერთმა დალოცოს ალავერდის ეპარქიის სამღვდელოება, სამონაზვნო დასი და მრევლი მისი მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობის ამბა ალავერდელის დავითის წინამძღოლობით, რომელიც ასე ღირსეულად უძღვება ამ ეპარქიას და ასევე ამასთან ერთად საქართველოს საპატრიარქოში ხუროთ მოძღვრების საბჭოს, რითიც მისი მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობა მონაწილეობს და დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკლესიის აღმშენებლობის საქმეში კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან ერთად. დიდი მადლობა ძვირფასო მეუფე თქვენი ღვაწლისთვის, ასეთი თბილი მიღებისთვის, დახვედრისთვის და ძმური სიყვარულისთვის, რომელიც თქვენ ყოველთვის გახასიათებთ. კიდევ ერთხელ ჩვენ ახტაცებას ვერ მალავთ, ვერ ვფარავთ ქეთევან დედოფლის პიროვნებით, მაგრამ ჩვენ მან აქ შევკრიბა ძვირფასო ძმებო და დებო, არა მხოლოდ იმისთვის, რომ გავოცდეთ მისი გმირობით, არამედ პირველ ყოვლისა იმისთვის, რომ მივბაძოთ მის სიმტკიცეს, მის სიმამაცეს, მის სიყვარულს ქრისტესადმი და ერთგულებას. სწორედ ასეთი უნდა იყოს მოწამეების თაყვანისცემა. ამიტომ ვეცადოთ აი ასეთნაირად ვადიდოთ და თაყვანისცეთ დიდმოწამე ქეთევანი და მაშინ ჩვენ გავივლით რა და მივბაძავთ რა მის გზას, მოწამეთა შესაფერისი გვირგვინებით მოგვეცემა უფლისგან. რისი ღირსის დაეგამხდარიყავით მადლითა და კაცმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც ჩვენის ყოველი პატივი, დიდება და თაყვანისცემა თანა მამით და სული წმინდით აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მრევლს ქადაგებით მიმართა ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა. თქვენო მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობა მეუფე შიო, მეუფენო ზმანო და დანო ვარ სავსე სიხარული და მინდა გაგიზიაროთ თქვენცეც სიხარული. ბევრჯერ გვითქვავს ყველას მეუფეებსაც, იმაზე უკეთესი და მშვენიერი რა უნდა იყოს, როცა ძმები ერთად არიან და ეს სიხარული ყველას თითქოს თანაბრად მიენიჭება. მაგრამ დღეს კიდევ უფრო აღმატებული არის ჩვენთვის ეს სიხარული. საიუბილეო წელი, რომელიც ეძღვნებოდა კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით ქეთევან დედოფლის მოწამეობის 400 წელს და დავით აღმაშენებლის 900 წელს. ქეთევანობა დღევანდელ დღეს ამსახურებაზე თითქოს დასრულდა ეს საიუბილეო წელი, მაგრამ მეუფე თქვენმა მობრძანებამ, მეუფე შიო, ეს სიხარული გაგვიხანგრძლива და ვფიქრობ, რომ გაგვიხანგრძლива დაუსრულებლად. განა აქამდე შეკვეცილი იყო არა, მაგრამ თქვენმა ამ შემართულმა მსახურებამ, გზნებარე სიტყვამ და კიდევ ერთხელ იმ მოვალეობა ვალდებულების გახსენება ეს სიხარული კიდევ უფრო გაასმაგა. მეუფეების ჩვენთან ყოფნა არის ენით გამოუთქმელი სიხარული ჩვენთვის ყველასთვის. ეს დიდებული ტაძარი ამ სიხარულით ადრეც, ეხლაც და მომავალშიც ყოველთვის სავსე იყო, სავსე იქნება და მომავალშიც ესე გაგრძელდება. მინდა ამ სიხარულის ფერსაც ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ემოცია ჭარბობს ყველაფერს და მინდა მეუფე შიოს მივართვათ ხატი ქეთევან დედოფლისა მოწამისა სახსოვრად დღევანდელი დღის ერთობლივი მსახურებისა. მეუფეო, შემწე იყოს დიდ მოწამე ქეთევანი მნათობის საქართველოს ეკლესიისა, კახეთის დედოფალი, თუმცა საქართველოს ძველიდან მფარველი.
აზდაუკუნისამდე ამინ თქვენთვის. მადლობა ყველაფრისათვის. დიდი მადლობა მეუფე. წმინდა ქეთევანის ლოცვით უფალმაც გააძლიეროს თქვენი ეპარქია, თქვენ გაგაძლიეროთ ძვირფასო მეუფე და აი აქ ხედავ რომ მრავლად არიან ქეთევანები. თქვენო მეუფებავ და განსაკუთრებით ულოცავ იმათ, ვისი ანგელოზის დღე არის დღეს, ყველა ქეთევანს განსაკუთრებით ულოცავ. შეგეწიოთ წმინდა ქეთევან დედოფლის მადლი და ლოცვა. ტაძარში დაბრძანებული იყო წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი და მრევლს სიწმინდესთან მიახლების შესაძლებლობა მიეცა. აქ შეკრებილი სასულიერო და საერო პირები დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ და სრულიად საქართველოს დღესასწაულს ულოცავდნენ. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქეთევანობას, ამ უდიდეს მოვლენას საქართველოს ისტორიაში, დიდმოწამე ქეთევანის მიერ აღსრულებულ ღვაწლს და განსაკუთრებულია ეს დღე იმით, რომ ეს ეძღვნება მისი მოწამეობრივი აღსასრულიდან 400 წლის თავს. შარშან შესრულდა ეს თარიღი, მაგრამ პატრიარქმა გამოაცხადა, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა, მისი ღვაწლი ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენი ერის ისტორიისთვის, არა მარტო წარსულისთვის, აწყოსთვის, მომავლისთვის, რომ ეს დღესასწაული უნდა გაგრძელებულიყო 1 წელი და აი სწორედ აი ამ გაგრძელებული დღესასწაულის ერთ-ერთი უმთავრესი დღე არის დღეს, ისევ და ისევ 400 წლის თავის 4 საუკუნის აღნიშვნა, რაც ნიშნავს იმის დასტურს, თუ რა შეუძლია ადამიანს, თუ მას აქვს მტკიცე რწმენა, სასოება და სიყვარული. შეუძლებელი შეძლო ქეთევანმა და დაგვიტოვა აი ეს მთავარი ანდერძი, რომ ვიყოთ ერთგული ღვთისა და მამულისა და უფალი ყველაფერს შეგვაძლებინებს და აი სწორედ დღეს ეს სჭირდება საქართველოს ერთგულება ღვთისა და მამულისა და აი ამ ერთგულებით, ამ მსახურებით ივერია გამთლიანდება, გავწყინდება და ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ეს ჯამი უახლოვდება საქართველოს და განსაკუთრებით ქეთევანობამ გვამზადებს მომავალი წლისათვის. ეს არის საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავი და სწორედ აი ესეთი მაგალითებით, ქეთევანის მაგალითით, დავითის მაგალითით და სხვა დიდთა წმინდათა მაგალითებით ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, არა მარტო გავიხსენოთ ეს დიადი წარსული, არამედ როგორც კარგად ითქვა დღეს ქადაგებაში, უნდა მივბაძოთ ჩვენ დიდ წინაპრებს, ქეთევანს, დავითს და აღვადგინოთ ის წესი ცხოვრებისა, ქრისტიანული ცხოვრებისა. მხოლოდ ამ შემთხვევაში ივერია გადარჩება და არა მარტო გადარჩება, გაბრწყინდება და მთელ სოფლიოს კიდევ ერთხელ დაუმოწმებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, რავალს დაგასვათ. ჩვენთან არს ღმერთი. წმინდა დიდმოწამე ქეთევანი ნავთობის საქართველოში იყო ქალიშვილი აშოტან მუხრან ბატონისა, ქართლის დიდებულისა. აშოტან მუხრან ბატონმა აგო ათონის მთაზე ივერთა მონასტერში პორტაიცისას ტაძარი, შესანიშნავი ტაძარია, რომელშიც დასვენებული არის დღესაც დიდებული ივერიის ხატი. ათონის და მსოფლიო მშვენება. ჩვენ ახლა ვდგევართ დიდებული ტაძრის ქვეშ, ეს ალავერდის ტაძარი, რომელიც მოვლილია, ნაპატრონებია, მთელია, ხალხი ცდილობს უკიდევ უფრო გამშვენოს. და ახლა იმიტომ მაგონდება ეს, რომ ამ დღეებში გავრცელდა ოშკის ტაძრის ფოტოები. სავალალო დღეშია ეს მესხეთის დიდებული ლავრა, ალავერდის მსგავსი დიდებული ინგრევა. და რა არის მიზეზი? ამის მიზეზი არის ის, რომ ეს სწორედ წმინდა ქეთევანმა, როცა შეძლო და ეცა სარწმუნოება, მას მიბაძა ხალხმა, აქაურმა ხალხმა, ესე იგი კახეთის მოსახლეობა, ქართლის მოსახლეობა, იმერეთის მოსახლეობა, მთელი საქართველოს მოსახლეობა მიბაძა და შეინარჩუნა ქრისტიანობა. ხოლო მესხეთში მოხდა ტრაგედია, აქაურმა მოსახლეობამ ვერ შეძლო შენარჩუნება ქრისტიანობისა
და შედეგსაც ჩვენ ხედავთ, რომ მესხეთის მოსახლეობა ცდილობს, რომ თურქად ჩაეწუროს, თურქი მესხები ვართო ამბობენ ბევრი, მაგრამ ბევრი რა თქმა უნდა გადარჩა და ქრისტიანი არის, ისა სარწმუნოება, აი სარწმუნოება გადაარჩენს ხალხს ფიზიკურად, სულიერად გადაარჩენს ეს სარწმუნოება, მაგრამ სწორი სარწმუნოების უარყოფა მიიყვანს როგორც ფიზიკურ განადგურებამდე, ისე მორალურ და სულიერ განადგურებამდე. ასე რომ წმინდა ქეთევანმა საქართველოს დაეცვა თავისი გმირობით, რომ შეინარჩუნა ქრისტეს სარწმუნოება. ერთმანეთს დაგლოცავთ. დღეს გახლავთ ხსენება წმიდისა დიდმოწამისა ქეთევანისა. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს. ეს წმინდანი გახლავთ არა მხოლოდ საქართველოსთვის და ქართული ეკლესიისათვის ცნობილი წმინდანი, არამედ ეს არის სოფლიო მასშტაბის განთქმული წმინდანი, რადგანაც როდესაც მოხდა მისი წამება, ეს აღწერეს მისი ცხოვრება და მისი წამება აღწერეს ასევე აქ ყოფმა კათოლიკე მისიონერებმა, რომლებიც იყვნენ გაოცებულები და როგორც რამოდენიმე ჟახთა აღწერელი დასწერს წმინდა ქეთევან დედოფალზე, ის იყო უქრისტიანესი დედოფალი, რომელმაც სასახლეში ფუფუნებითა და მდიდრულ ცხოვრებასთან შედარებით აღირჩია ქრისტესათვის წამება, ცათასასუფეველში მყოფობა და მან უარი განაცხადა ამ სიმდიდრეზე, ამ სიამეთმოყვარეობაზე, სასახლეში ფუფუნებით ცხოვრებაზე და აღირჩია ქრისტე, ქრისტიანული ცხოვრება, ქრისტესთვის წამება, ცათასასუფეველი და მიიღო მოწამეობრივი აღსასრული. სწორედ ამიტომაც ის იწოდება დიდმოწამედ და აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც ხდებოდა მისი წამება, მან არ აღირჩია სწრაფლად მისი სიკვდილი და ტანჯვის შემსუბუქება, არამედ ერთადერთი თხოვნა, რომელიც მას ჰქონდა, ეს იყო, რომ მისი სიშიშვლე დაეფარათ, შეემოსათ და არაშიშველი გაეყვანათ ის საწამებლად. ასეთი სიწმინდის, ასეთი კრძალულებით ახსავსე იყო წმინდა დედოფალი ქეთევანი, რომელმაც თავი გასწირა არა მხოლოდ ქრისტესთვის, შეიძლება თავამათი თქვა, მან თავი გასწირა ასევე თავისი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის. შეეწიოს მისი ლოცვა და მფარველობა ჩვენს ერს. ჩვენი წმინდა დედოფალი, მნათობი ივერიისა, დიდმოწამე ქეთევანი, რომელმაც საწუთო სოფელი უარყო და მიიღო ქრისტესთვის მოწამეობა. მიიღო არა მარტო თავისი სულისთვის, მიიღო მისგან შეყვარებული ქვეყნისთვის, მისგან შეყვარებული ერისთვის. და 400 წელია მისი მოწამეობა მაგალითად გვაქვს ქართველებს, რომ არ დავტოვოთ ქრისტიანობა, არ დავტოვოთ ის ნათელი, რომელიც ერთხელ მიგვიღია. დღეს როცა ალავერდის ტაძარში, აი ამ დიდებულ ტაძარში, სადაც მისი წმინდა ნაწილები განისვენებენ, როგორც წმინდა ტრაპეზის ქვეშ, ასევე ინდოეთიდან ჩამობრძანებული წმინდა ნაწილი. შეიკრიბა ღვთისმოყვარე ერი. ერი სწორედ ღვთისმოყვარე ადამიანებს ნიშნავს. შეიკრიბა ეკლესიის ერთობა. ჩვენი წმინდა სინოდის წევრები, ჩვენი სამღვდელოება. იმ დიდი იმედით, სარწმუნოებით, რომ ჩვენი წმინდა დედოფალი კვლავ ილოცებს ჩვენთვის და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, მისი ივერია, მისი საქართველო არ დატოვებს ქრისტეს სარწმუნოებას. ერთხელ შეუდგა და ვიდრე უკუნისამდე იქნება მისი ერთგული. გილოცავთ დღესასწაულს. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს. აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდის მონასტერში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. მოგეხსენებათ, ხვალ არის ჯვართამაღლება, შემდგომ იწყება ალავერდის კვირეული. მინდა ალავერდის მონასტრიდან სრულიად საქართველოს და ყველა ქრისტიან მართლმადიდებელს მიულოცეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაულები. მიულოცავ სრულიად საქართველოს დღეს აღნიშნავთ წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს. გარდაცვალებიდან 400 წელი გავიდა. ულოცავ ქართველ ერს, როგორც ფარგლებს შიგნით, მის ფარგლებს გარეთ მყოფ ჩვენ თანამემამულეებს და დღევანდელი დღის მადლი და ძალაფარავდეს სრულიად საქართველოს და მშვიდობა ყოფილიყო ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ დღევანდელ დღეს ვართ ალავერდში და ვიგალობით და ბედნიერები ვართ, რომ ამ დღეს მოვესწარით, მრავალს დაესწარით. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს.
მეუფეებს, თლიან საქართველოს ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს და სრულიად საქართველოს. განსაკუთრებული დღეა კახეთისთვის, კახელებისთვის, კახელებიც აქ ვართ და გვალობთ და მღერით ვიღებთ მონაწილეობას საღვთო ლიტურგიაში. საოცარი დღეა და მინდა ყველას მიულოცო დიდი გულით, დიდი სიყვარულით.